ადამიანების წინაშე ყველაფერი სხვანაირად ადამიანების თვალში სახარებაში როგორ წერია ხო გახსოვს სახარებაში რომ ვისაც მე უყვარო ისინი თქვენ შეგიყვარებთ ვისაც მე არ უყვარო ისინი თქვენ არ შეგიყვარებენ ისინი თქვენ დაგიპირისპირდებიან აუცილებლად ეს სოფელი ყრუდა ბრმა არის ეს სოფელი შენ ამ სოფელმა შეიძლება შენი სიკეთე ვერ დაინახოს იმ ადამიანის კი არა ვიღაცა უცხოეთში ვესწავლა კი არა ქრისტეს ის ვერ დაინახეს ქრისტე რო განკაცდა ადამიანებმა წარმოიდგინა აი ხო მაგაზე ქრისტე რო განკაცდა ეს ვერ დაინახა ადამიანმა წარმოიდგინა და ქრისტე ჯვარზე გააკრეს ვის სახსნადაც ქრისტე მოვიდა მათ ჯვარზე გააკრეს ქრისტე წარმოიდგინე იმ ადამიანებმა ხა და რა უნდა გაგიკვირდეს ახლა რომ ვიღაცა ადამიანმა ვერ დაინახოს შენ რაღაცა რომ ესეთი კარგი ხარ და არ მიგიყოს როგორ უნდა თუ ქრისტიანი ხარ მე ვლაპარაკობ ქრისტიანებზე ეკლესიურ ადამიანებზე ვლაპარაკობ ახლა ამაზე ხო როგორ უნდა გაგიკვირდეს რომ ვიღაცამ შენი სიკეთე არ დაინახა კეთილი რო ხარ ესეთი რო ხარ ვიღაცა რო გადაყევი და ის უცბად მოგიქცა შენ რა ქრისტეს მოიქცნენ ესე შენ კი არა მოციქულები ჯვარზე გააკრეს, დახოცეს, დაწვეს მოციქულები. პავლე მოციქულზე რო წერია, წარმოიდგინე ხო წერს თავის ისტორიას პავლე მოციქული ჩამქოლესო, რამდენჯერო ხარისწყავებითო მცემესო, ქვით გამტვინესო წარმოიდგინე, რის გამო გამტვინეს, რომ ადამიანებთან მიდიოდა უქადაგებდა ქრისტეს, ეუნებოდა რომ შეიცვალეთ, სხვანაირები გახდით, დაიღუპებით, თუ ამ ცხოვრებით გააგრძელს ხო დაიღუპებით და ის ვისაც უქადაგებდა, ისინი ამას ებრძოდნენ. ისე იმ ქალაქში ბრუნდებოდა, ისე მათ რო ეკადაგა. წარმოიდგინე პავლე მოციქულის ისე მათ ამბრუნდებოდა ისე მათ უქადაგებდა